მოგესალმებით. 10 წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლება ანაკლიასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მუდმივად ახალ დაპირებებს აძლევს. იცვლება პრემიერ-მინისტრები, იცვლება ეკონომიკის მინისტრები, იცვლება ეკონომიკური მოდელები, ვადები, განცხადებები, მაგრამ შედეგი ერთია. ანაკლია დღემდე არ არსებობს. სინამდვილეში დღეს ხელისუფლებას მორიგი დაპირების გაკეთება კი არა, სრულიად ახალი სტრატეგიული ხედვის წარმოქმნა მართებს, რომელიც უპასუხებს ეროვნულ გამოწვევებს და რეგიონის დინამიკას. ლელო ძლიერი საქართველო ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ ანაკლია გახდეს იმ ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფნის მთავარი შავი ზღვის კარიბჭე, რომელსაც არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი უკვე ტრამპის გზად მოიხსენიებს. ეს ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას დასავლეთის სტრატეგიულ ეკონომიკურ რუკაზე და ამერიკისა და ევროპის გაცილებით აქტიურ მონაწილეობას ჩვენს რეგიონში. დღეს წარმოგიდგენთ ამ ხედვის გაგრძელებას, რომელიც პასუხობს რეგიონში ჩამოყალიბებულ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ვითარებას. ლელო ძლიერი საქართველო ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ჩვენი წინადადებაა სამი ქვეყნის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი კავკასიური კონსორციუმი, ხოლო პორტის მართვა გადაეცეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ოპერატორს. ამავდროულად ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ღია უნდა იყოს ამერიკული, ევროპული და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორისთვის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და მზად არის მონაწილეობა მიიღოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში. ეს არის ჩვენი კავკასიური ტრიოს იდეა, თანამშრომლობის ახალი მოდელი, რომელიც რეგიონს გააერთიანებს საერთო ეკონომიკური და კეთილდღეობის ინტერესების გარშემო. ჩვენს ხედავს უწოდებთ მშვიდობის ეკონომიკას და ღრმად გვწამს, რომ კავკასიის მომავალი უნდა აშენდეს სამი სახელმწიფოს საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე დაფუძნებით. ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე ძლიერი მშვიდობა სწორედ იქ იქმნება, სადაც ქვეყნები ერთად ვაჭრობენ, ერთად აშენებენ ინფრასტრუქტურას, ერთად იზიდავენ ინვესტიციებს და ერთად ქმნიან კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ ანაკლია მხოლოდ პორტი არ არის, ანაკლია არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა იქცეს საერთო კავკასიური მშვიდობის პროექტად და გახდეს კავკასიის მთავარი ეკონომიკური კარიბჭე მსოფლიოსთვის, მომავლის შესაძლებლობების და არა წარსულის მახსოვრებების გარშემო. გჯერა, რომ ეს არის ძლიერი საქართველოს წამყვან რეგიონულ ძალად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა. ქართულ ოცნებას ჰქონდა 10 წელი, რომ ანაკლია მხოლოდ ტყვილი დაპირებების ისტორიად არ ექცია. დღეს ქვეყანას სჭირდება არა მორიგი ფუჭი დაპირებები და ეკონომიკური მოდელების შეცვლა და მათი თამაში, არამედ დიდი ეროვნული სტრატეგია და სწორედ ასეთ სტრატეგიას ვთავაზობთ დღეს ჩვენ, ლელო ძლიერი საქართველო, არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებას, არამედ ჩვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს და რასაკვირველია ასევე ჩვენს დაასაბამებულ პარტნიორებს და საერთაშორისო ინვესტორებს. ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდება კავკასიის თანამშრომლობა და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესი. ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც კავკასიის მომავალი იწყება. ეს არის მშვიდობის ეკონომიკა. ეს არის საქართველოს ახალი ისტორიული შესაძლებლობა. მადლობა.